ოთხჭიათურელ მაღაროელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ და დღესვე იმსჯელებს სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. პარალელურად ჭიათურაში გრძელდება აქცია დღეს პროტესტის 62-მე დღეა. მაღაროელები დაკავებულების გათავისუფლებას კუთვნილ ხელფასებს საბანკო ვალდებულებებიდან და საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას და მაღაროების და წარმოების სახელმწიფო კუთვნილებაში გადაცემას ითხოვენ. შეგახსენებთ 2 დღის წინ ჭიათურაში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა 4 მაღაროელი დააკავეს. მათ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე განზრახ დაზიანება შეედებათ, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. Ჩვენი მოკლევადიანი მოთხოვნები არის, რომ დაკავებულები აუცილებლად გათავისუფლდეს საპატიმროდან, ხელფასები, რომლებიც არ დარიგებულა უკვე 2 თვეა ჭიათურაში, ასევე საბანკო პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელი აუცილებლად მოგვარდეს და ასევე გარანტიები გჭირდება მუშათა კლასიდან, დასაქმებულებიდან, რომ არავინ დატოვებს სამსახურს. ამ ეტაპზე მაინც მუშა პროცესის აღდგენის პერიოდში მაინც რაც შეეხება გრძელვადიანებს ფონდთან დაკავშირებით და დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ვთქვით და ეს არის უცვლელი